საქართველო დღეს არის უსამართლო ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, ჩემი ამოცანაა, უსამართლო ქვეყნიდან ის სამართლიან ქვეყანად ვაქციოთ. უსამართლობა ვლინდება ყველა სფეროში. ვლინდება ენერგეტიკასთან დაკავშირებითაც. ერთის მხრივ დაპირება არსებობს, რომ ორშაბათს 12 საათზე სხდომაზე ჩვენ კიდევ გაგვიძვირებენ ფასებს კომუნალური გადასახადების, ამავე დროს დიდ ენერგო კომპანიებს ჩამოაწერეს გადასახადები აპატიეს და საქართველოში რამდენიმე უზარმაზარი კომპანია, რომელიც ენერგიით ბიტკოინს გამოიმუშავებს და მილიონებს აკეთებს ისე, რომ გადასახადს საქართველოში არ იხდის. აი ეს ორი ჯგუფია ჩვენს წინაშე. ჩვენ, რომელსაც კიდევ გვიზდიან გადასახადებს კომუნალურებისას და პატარა შემადგენლობა, რომელსაც გადასახადებს პატიობენ და იგივე ელექტროენერგიით მილიონებს აკეთებინებენ. ორშაბათს 12 საათზე მივიდეთ მარეგულირებელში მიცქევითზე, იმისთვის რომ მათ გარკვეული კითხვები დაუშვათ აი ამ უსამართლო სისტემასთან დაკავშირებით.